ხანძარი თბილისში რუსთაველის გამზირზე ეგრეთ წოდებული აზარიანცის სახლში ღამით გაჩენილ ცეცხლს 13 სახანძრო ბრიგადა 2 საათის განმავლობაში აქრობდა. დაზიანებულია ნაგებობის ინფრასტრუქტურა. შენობაში მდებარე მუსიკალური სკოლა, ასევე პირველ სართულზე განთავსებული მაღაზიების ნაწილი. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამოწვევი მიზეზებით გინდება. ვიგუდებოდი და მისგან გამეღვიძა. პოლიტიკოს ასენ გაურებული. გვიან ღამით მომხდარი ხანძრის პირველი მოწმეები მიქავები არიან, რომლებიც ამ შენობაში უკვე 10 წელია ცხოვრობენ. ცეცხლმოკიდებული ოთახიდან გამოღწევა მათ უნებლად მოახერხეს, თუმცა ხანძარმა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი უსახლკაროდ კიდევ ერთხელ დატოვა და მათი ქონებაც თითქმის მთლიანად გაანადგურა. საძინებელი გარნიტურიაზე განსაცვლელი რაც ქონდა ყველაფერი იყო. მერზე სამზარეულო იყო, საერთოდ მათაა წელი. ხანძრის შემდეგ გაურკვეველია მესამე სართულზე განთავსებული აფხაზეთის სახელოვნებო სკოლის 350 მოსწავლისა და 60 თანამშრომლის ბედიც. სკოლის ადმინისტრაციული ოთახი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ინვენტარი იყო განთავსებული, მთლიანად დამწვარია. რაც ცეცხლს არ გადაურჩა, მერე იმ წყალმა გაგვინადგურა ბევრი რამე. ეხლა ვართ ესე გაპარტახებულები დამწვარი, თუ არ დაგვეხმარდნენ. ხარში არ დაგვიდგნენ, ჩაგვეშლება სასწავლო პროცესი და საერთოდ ვეღარ ვიარსებებ. მაცხოვრებელი, რომელიც აქ ცხოვრობდა, თავის საკუთრების წარმოდგენის შემთხვევაში ჩვენ ქირით უზრუნველყოფთ, შეიძლება მატერიალური ზარალის ანაზღაურება. სახელოვნებო სკოლას რაც შეეხება, დავადგენთ მეპატრონეს, მერია თუ არის ამასთან კავშირში და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რუსთაველის გამზირზე მდებარე ეგრეთ წოდებულ აზარიანცის სახლში ცეცხლი დაახლოებით ღამის 2 საათზე გაჩნდა. ხანძრის მიზეზების დადგენაზე საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ. იზახენ რომ ქვევით ვიღაცებმა, ვიღაც ლოთები იყვნენ თუ ვინ იყვნენ, ქვევით გააჩინეს ცეცხლი, რომელიც ამოყვა ბუნკერს. სახურავზე ავარდა ცეცხლი. ახლა სახურავი თითქმის გადახტილია. მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ მოდერნის სტილის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ნაგებობა ახლა Silk Road ჯგუფის მფლობელობაშია. აქ მომუშავეები აცხადებენ, რომ ძეგლის რესტავრაცია არც გასხვისების შემდეგ ჩატარებია. მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლებში აი ეს ყოფილი კულტურის სამინისტროს მთელი შენობა ერთლარად და იაფად და მუქთად გადასცა Silk Road ჯგუფს, როგორი მოუწესრიგებელია. ვარდება იქიდან ეს გამხმარი ხეები, ეცემა მანქანებს. შენობა არის ავარიული, შენობა ჭირდება გამაგრებას, არის მიზეზს სიგრძეზე. ეს მოგვარებადი, მაგრამ ყურადღებას არავინ არ აქვს. Silk Road ჯგუფში ხანძრისგან დაზიანებული სახურავის უახლოეს პერიოდში აღდგენას გეგმავენ. მათი თქმით, სამომავლოდ ისტორიულ შენობაში მრავალფუნქციური ცენტრი განთავსდება. Silk Road-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ამ გეგმის განხორციელება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან აქ ამ დრომდე აფხაზეთის კულტურის სამინისტრო და პანტომიმის თეატრია განთავსებული. ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და 100% ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, ის მოვლილია, დაკეტილია და დაცვა დგას. ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ამაზე პასუხისმგებლობის აღება ცოტა რთულია. ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.